მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩავარდნილი ნაცმაიდანი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა ერთი რამ. საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და განვამტკიცეთ სამართლის და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში. რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო. თქვენ ხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ 6-7 დღის განმავლობაში. ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ საბოლოო ჯამში ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რასაც იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩართული იყო პროკურატურა, ჩართული იყო სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დაჭირდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალადობის აღკვეთას, თუმცა საბოლოო ჯამში კულტურულად, ნაბიჯნაბით ჩვენ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში. და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა, კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას და იგივე საკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდანაც. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს, არ ცნობენ სახელმწიფოს, არ ცნობენ ხელისუფლებას, ძალადობენ და საბოლოო ჯამში თავარი ის არის, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას. საბოლოოდ დადასტურდა გუშინდელ დღეს, რომ ჩავარდნილი ნაცმაიდანის უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის და ერთი რამ არის ასევე საინტერესო, როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივ დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დაჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება მითს, ეგრეთ წოდებული გულსრბელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულსრბელი ახალგაზრდა საქართველოში, მათ შორის მათი ნაწილი, მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის ქართული ოცნების მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულსრბელი ახალგაზრდები თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ასევე თქვენ იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რევოლუციური, ასე ვთქვათ, ჯგუფი დაიტოვა და აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ეგრეთ წოდებული ადმინი ყოფილა სტაჟიანი ნაციონალი, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს, ხო? აქაც ნული გულსრბელობა, არავითარი გულსრბელობა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ ნაცმაიდნის ცდელობაში, რომელიც რა თქმა უნდა უკვე მეოთხედ ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში ამ 4 წლის განმავლობაში. როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა მოიწურა ამის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების სიების გამოქვეყნება. თუ იმეს უნდა ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები. ჩვენ ვიმოქმედებთ ამას პირდებით აუცილებლად ყველას. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, ამ ჩავარდნილი ნაცმაიდნის უკან იდგა უცხოური დაფინანსება.
და სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავის დროზე ეს ადამიანები, რადიკალური ჯგუფები და რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია, ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც უწოდეს რუსული კანონი, სწორედ ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გამტკიცებას. ასევე ლიბერალური ფაშიზმის უკანას დგას თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა, მე მინდა მოუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ თავისთავად ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში. სიცრუე არის რადიკალიზმის მთავარი იარაღი, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი. თქვენ ხედავდით, როგორ ცდილობდა ნაცმედია შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ზუსტად იგივე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც. სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად ლაივი, უნდა იყოს პირდაპირი ეთერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც არის ძალიან სამწუხარო. ამ ნაცმედინის შავარდნილი მცდელობის ფარგლებში რადიკალებმა იკადრეს ყველაფერი უკადრებელი ძალადობრივ ქმედებებში ბავშვების ჩართვის მცდელობის ჩათვლით. ეს არის ყოველად ამორალური ქმედება, რაც თავიდან ბოლომდე აჩვენებს ამ ადამიანების სახეს. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, ბოლო მოიღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში. კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოს მთავრობის, მათ შორის საქმიანობის პირობებში და ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც საქართველოს მთავრობას, ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ამ შემდეგ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოაბიტაციის საბოლოოდ დამთავრება, ყველა გამოვლინების საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში, ეს პროცესები საბოლოო ჯამში იყო საქართველოში სწორედ ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი. მე კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც ხედავდით ჩვენ თბილისის ქუჩებში, არ დაგმო არავინ, ხვდებით ვისაც გულისხმობ, განსაკუთრებით გულისხმობ, რა თქმა უნდა, შესაბამის საელჩოებს, რაც ბუნებრივია ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს. მათ შორის ჩვენ ხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც იყო განსაკუთრებით საინტერესო, წინა საარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და უკვე არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს.
ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლებიან და შესაბამისად მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ და პირველი ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში გულისხმობ რა თქმა უნდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ეს ვიქნებით სწორედ ჩვენ. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან, რღვევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. მათ შორის თქვენ ხედავთ, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით ქვემოთ არის ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე ასე, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ნაცმაიდნის 4 მცდელობა. თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ავიდა ხოლმე ზემოთ, თუმცა როგორც კი დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ხედავთ იგივე ვითარებას. ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას არავითარი საფრთხე, რა თქმა უნდა, არ ემუქრება. ჩვენ წელს გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10%-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში და რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ და გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. და კიდევ ერთხელ ბოლოს მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ასპექტი ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, სოფოპერცე ტელეკომპანია იმედი. ბატონ პრემიერო, თქვენ ახლა საუბრობთ ლიბერალური ფაშიზმის დასრულებაზე. მას შემდეგ, რაც პროცესებმა გადაინაცვლა ქუჩაში, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან დაიძაბა ადამიანებს შორის ურთიერთობა. არა ამ ბოლო 7 თუ 8 დღის განმავლობაში მხოლოდ, მანამდე დაიწყო ეს პროცესი. იცით, რომ ახლობელი ადამიანებიც კი ძალიან მწვავედ პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს, უნდა დასრულდეს. როგორ გესახებათ ამ ყველაფრის დასრულება, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ახლობელი ადამიანები თუნდაც ასე არ ემტარებოდნენ ერთმანეთს? კი, ეს ყველაფერი, რადიკალიზმი, ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, ეს სიძულვილი არის თავიდან ბოლომდე თავს მოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ეს არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, ხო? ქართული კულტურა არის სრულიად განსხვავებული, სიძულვილი არის არსებითად უცხო ქართული საზოგადოებისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის თავს მოხვევა, აგრესია, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და შემდეგ ყველაფერი არის გარედან დალაგებული უცხოური დაფინანსებით. და სწორედ ამ ყველაფრის გამჭრელობა გვინდოდა ჩვენ, როდესაც თავის დროზე მივიღეთ გამჭრელობის შესახებ კანონი. მე გირჩევთ კიდევ ერთხელ არის რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ცნობილი 10-წუთიანი ვიდეო. ეს ვიდეო მან ჩაწერა მას შემდეგ, რაც განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა მასზე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რასაც ყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, უბრალოდ შეცვალეთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთის მაგივრად თქვით საქართველო და ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. იქაც ზუსტად უცხოეთიდან თავს მოხვეული რადიკალიზმი, სიძულვილი, უბრალოდ სიტყვასიტყვით შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე, რაც ხდება სლოვაკეთში, იგივე ხდება საქართველოში. აქედან ჩანს პირდაპირ რა, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად დალაგებული, ქართულ საზოგადოებაზე თავს მოხვეული, როგორც კი ყველა კერა ლიბერალური ფაშიზმის აღმოიფხვრება, მაშინვე დასრულდება ეს უმძიმესი იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში. არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან ხელოვნურად ზუსტად 1 საუკუნის წინ. მაშინაც ბოლშევიზმი იყო სრულიად უცხო ხილი ქართული კულტურისთვის და ქართული საზოგადოებისთვის, ხო? ქართული საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, ორგანული იყო ილია ჭავჭავაძე, ხო, ჩვენი ერის მამა, თუმცა შექმნეს გიგლავ ბერბიჭაშვილი, რომელმაც ტყვია ესროლა საბოლოო ჯამში ილია ჭავჭავაძეს. ესეც იყო გარედან დალაგებული მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის. გარედან დაგვილაგეს ბოლშევიზმი, სიძულვილი, აგრესია და საერთოდ არაფრით არ განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი საუკუნის თავზე იმ ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვხვიეს თავს ქართულ საზოგადოებას 1 საუკუნის წინ. მაშინაც გარედაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი, დღესაც გარედაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ყველა წყარო უნდა ჩავჯრათ,
ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების თუ ზოგადად გავრცელების და მის შემდეგ ჩვენი საზოგადოება გაყვება ზუსტად იმ კულტურას, რომელიც მას ახასიათებდა ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში. გარედან ვერავის ვერ მიცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში გავრცელოს ასეთი მძიმე იდეოლოგია, რასაც ქვია ლიბერალური ფაშიზმი. ჩემი შემდეგი შეკითხვა უკავშირდება გუშინ ოპოზიციური პარტიების და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. პირდაპირ ეთერში იყო ელენე ხოშტარიას განცხადება ამ საკითხზე, რომ დიახ, ეს ფეიერვერკები, ასე ვთქვათ, მას ჭირდებოდა პოლიციელების წინააღმდეგ და რომ ბრძოლის იარაღი იყო მშვიდობიანი ბრძოლის იარაღი. თქვენ როგორ გაიგეთ მისი ეს განცხადება? რეალურად ეს არის აღიარებითი ჩვენება. ჯერჯერობით ელენე ხოშტარია არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად ჩვენთვის ეს არის რა თქმა უნდა აღიარებითი ჩვენება და თავი პოლიტიკურად მან დადო პირდაპირ აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ეგრეთ წოდებული გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, ანუ გვარამიას პარტიის რესურსი, ეს იყო ნაცმოძრაობის რესურსი. გახარია თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში, ლელო იყო პირდაპირ ჩართული და ნახეთ მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ლელოს საუბარს. 4-ვე ამ ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ, ასე ვთქვათ, მცდელობაში, რასაც ქვია ნაცმაიდანის რეალიზება საქართველოში. საბოლოო ჯამში ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით გრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები პირდაპირ წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც არის, რა თქმა უნდა, უმძიმესი დარღვევა, კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა. აი, როცა მიმდინარე პროცესებზე განცხადებებს აკეთებენ თქვენი თანაგუნდელები, ცალსახად ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. აი, თქვენც აღნიშნეთ, რომ გუშინ მეტნაკლებად 7 ღამე იყო თბილისში. იზიარებთ თუ არა იმას, რომ ის რაც ხდება, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობა? თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, თუმცა არა მხოლოდ ოპოზიციის, ასევე მათი პატრონების. ჩვენ ხედავდით, რომ მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული ძალადობა, სისტემურ უხეშ ძალადობას, რასაც ჩვენ ხედავდით თბილისის ქუჩებში, რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, შესაბამისი პარტიების ლიდერები და შესაბამისი მდიდარი ენჯოების ლიდერები თავად იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი. რეალურად ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გავცდები კონკრეტულად აქციებს და უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე გკითხავთ, თუ მიიღეთ არ ვიცი რაიმე ფორმით ოფიციალური ცნობა იმ ადამიანებმა, ვისაც იწერება, რომ სანქციები დაუწესა უკრაინამ და აქვე დავაზუსტებ, რაცაც გაეცანით სიას, როგორ ფიქრობთ, რა პრინციპით არის შედგენილი ეს სია? ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია, რაც შეეხება, ერთი ის პრინციპი ეს კიდე ნაკლებად საინტერესოა, თვითონ სანქციების დაწესება არის თავისთავად ესეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობას. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი 2 მიზეზით, უпростоრად 2 საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და სხვათა შორის მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწევია და მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლი მოხალისეები. ამ 2 საბაბით თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1 მარტს გაიწვია ელჩი საქართველოდან. აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა, იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ
ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოყვა შემდეგ პირდაპირ მოწოდებები პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ. უშუალოდ საბჭოს დივანი საუბარი უმაღლეს თანამდებობის პირებზე ისიც მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და ეს პროცესი არ დასრულდა. ხო გრძელდებოდა მუდმივად ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან გამოაძევეს რატომ? იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი ხელით ჭყალებში, ეს არის ერთგვარი ციტატა, კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმშალოთ ამ ყველაფერზე. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის ასე ვთქვათ გადაწყვეტილება, სავარაუდო გადაწყვეტილება, რასაც საუბრობ, არის რა თქმა უნდა მძიმე მდგომარეობის გამოძახილი. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რა თქმა უნდა უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის დამოუკიდებელი. არ ვიცი, საბოლოო ჯამში მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ახალ ადმინისტრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მძიმე მდგომარეობა, მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის თავარია, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინასთან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის ძვირფასია ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენთვის ძვირფასია უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული და რა თქმა უნდა სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ. მძიმე მემკვიდრეობის დატოვების მცდელობად განიხილავთ თუ არა ენტონი ბლინკენის სულ ბოლო განცხადებას, რომელიც ასევე სანქციებზე საუბრობს და საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და რომ პასუხს აგებს ის, ვინც საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ხმას ახშობს. რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში, საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებს, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში, როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ხვდები ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის რა თქმა უნდა უკიდურესად შემაშფოთებელი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოწინდრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, ეხება საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს განცხადებაც ბუნებრივია ამ ყველაფრის გაგრძელება. ბოლო კითხვა მექნება ბატონო პრემიერო, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით მანამდე გავრცელდა განცხადება, საიდანაც გავიგეთ, რომ თქვენთანაც შედგა კომუნიკაცია. თუ შეგიძლიათ გითხრათ რაიმე ფორმით, რა ვიცი, საუბრის შინაარსი, რადგან ამ განცხადებაში წერია, რომ ევროსაბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, ვიდრე ჩამოვა გენერალური მდივანი, თქვენ რა გითხრათ, თუ შეიძლება ამის თქმა. რადგან ეს იყო ერთ-ერთი საუბარი, ან კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან ჯანსაღი, ძალიან მეგობრული, ძალიან კონსტრუქციული საუბარი. საუბარი შეეხებოდა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნის და ევროსაბჭოს თანამშრომლობას და რაც შეეხება გენერალური მდივნის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვადები მოგვიანებით დაზუსტდება, ამასთან დაკავშირებით გვექნება რა თქმა უნდა კონსულტაციები ბატონ გენერალურ მდივანთან. მოგესალმებით, სალომე ქოქიაშვილი, პირველი არხი. ბატონ პრემიერო, პირველი შეკითხვა მექნება ოპოზიციის წარმომადგენელთა გეგმებზე, ისინი ამბობენ, რომ თქვენ გადადიან საყოველთაო დაუმორჩილებლობის რეჟიმში, საყოველთაო გაფიცვებს აანონსებენ, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, აი ამ გეგმამ კიდევ დაძაბოს ვითარება ქვეყანაში? რეალურად ნაცმაიდანი არ იყო ჩავარდნილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი სასოწარკვეთილი გზავნილები, რასაც ისინი აშხერებენ. მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ხო, ეს არის ლიბერალური ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ, ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვს. შესაბამისად, ნაცმაიდნის ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება არის რეალურად ისეთვე წარუმატებლობისთვის განწირული, როგორც იყო წინა 4 ნაცმაიდნის მცდელობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. კიდევ ერთ შეკითხვა თქვენაწილობრივი საუბრად შესავალ სიტყვაშიც სპეცრაზმელთა და სამართალდამცველთა სიის გამოქვეყნებაზე.
მათ შორის თქვათ მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელებში იყო განთავსებული ესეა, როგორ იქნება ამაზე თქვენი რეაგირება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოქვეყნებულ გვართან შორის ძალიან ბევრი ადამიანი მაგალითად იბრძოდა აგვისტოს ომში. რეალურად გმირი პოლიციელებისთვის ეს არის ნამდვილი კომპლიმენტი. ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ ფაშისტები, როდესაც ნაცები აქვეყნებენ შენს სიას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის მიერ გმირი პოლიციელების მეუღლეებისთვის მიძღვნილი ცოლებისთვის მიძღვნილი ლექსი, სადაც ის მათ უწოდებდა ჯალათის ცოლებს. და ეს ქალბატონი თავად არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი და თავად არის კულტ-ცენტრის მფლობელის ცოლი. კორუმპირებული ადამიანები, ლიბერალ ფაშისტები და ისინი ასეთი ეპითეტებით მიმართავენ გმირი პოლიციელების ცოლებს. რა თქმა უნდა, ეს არის კომპლიმენტი მათთვის. თქვენ ხედავდით რა ხდებოდა ზოგადად ამ დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში. ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არაევროპულად მოქმედი ნაცი მოძალადეები. ეს არის საერთო სურათი თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისათვის, რაც გააკეთეს მათ საკუთარი სახელმწიფოსთვის და საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის და თითოეულ ნაცს გაეცემა საკადრისი პასუხი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ საქართველოში რადიკალიზმი დამთავრდება, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება, ეს იქნება პასუხი იმ ასე ვთქვათ სიტყვიერ ძალადობაზე, რასაც ეს ადამიანები მიმართავენ. ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ლიბერალურ ფაშისტზე რეაგირების თვალსაზრისით. კიდევ ორი შეკითხვა მაქვს, მათ შორის ერთ-ერთი არის თქვენი საუბრად, რომ ოციანურიდან შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს. რამოდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე თქვით, რომ გქონდათ ირიბი კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან და ელოდებოდეთ პირდაპირ კომუნიკაციას, ამ თვალსაზრისით რაიმე ხომ არ შეცვლილა მომავალ ადმინისტრაციას გულისხმობ. კი, მოლოდინის რეჟიმში ვარ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირ კომუნიკაცია. და ბოლო შეკითხვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან სტრასბურგთან დაკავშირებით მინდა გითხოთ კეზერაშვილის ნაწილზე, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება? პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი საქმე, რომელიც ნაცებს არ მოუგო სახელმწიფომ სტრასბურგში. პრაქტიკულად ასეთი საქმე არ არსებობს და ამის მორიგი გამოხატულებაა კეზერაშვილის საქმე. თქვენ იცით, რას უკავშირდებოდა ქართულ სასამართლოში წარმოებული შესაბამის საქმე. საქმე ეხებოდა ქართული ჯარის გაძარცვას და კეზერაშვილის მხარე დაობდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და ადგილი ჰქონდა უკანონო განაჩენის გამოქვეყნებას. სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ იცოდით, დაამტკიცა ის, რომ კეზერაშვილმა გაძარცვა ქართული ჯარი და არავითარ პოლიტიკურ დევნას არ ქონია ადგილი. ზოგადად ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი არის, ასე ვთქვათ, წინა პლანზე წამოწეული ფიგურა ჯერ კიდევ ქართულ პოლიტიკაში არის, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელი. მას აქვს ჯერ ფული ნაშოვნი ქართული ჯარის ძარცვით, შემდეგ ბიზნესის რეკეტით, უბრალოდ ჯერ ბიზნესის რეკეტი იყო და შემდეგ იყო ქართული ჯარის ძარცვა და დღეს შოულობს ფულს ევროპელი პენსიონერების ძარცვით. და დღეს ეს ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენს ქვეყანაში აფინანსებს მედიას, NGO-ებს, პოლიტიკურ პარტიებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი მწვანე შუქი მისი კრიმინალისთვის, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ძალიან მძიმე დაისახება ევროკავშირის მათ შორის რეპუტაციაზე, ევროპული ინსტიტუტების პროსტად რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში. მე იმედი მაქვს, რომ ოციანურის შემდეგ ასეთ ფაქტებსაც აღარ იქნება ადგილი. მოგესალმებით, გელა ბუჩკაშვილი, რადიო თავისუფლება, მეც რამდენიმე კითხვა მექნება და პირველ კითხვას დავიწყებ, ერთგვარი გაგრძელება იქნება წინა კითხვების. ერთი კვირა გავიდა დღეს, რაც მთავრობა, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. მაინტერესებს გარდა ირიბი კომუნიკაციისა, რომელიც ახსენეთ თქვენ რამდენიმე წუთის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუ გქონდათ საქართველოს სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია, რა ფორმის კომუნიკაცია იყო, ეს იყო წერილობით, სატელეფონო, დაიგეგმოთ რა რაიმე შეხვედრა და რომელ პარტნიორებთან გქონდათ, ან პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან. მუდმივ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია. ახლაც საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ქალბატონი მაგაბაჯარიშვილი იმყოფება მალტაში, სადაც იმართება EUTOS ფორმატში
მათ შორის ორმხრივი შეხვედრები ბუნებრივია მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მათ შორის იყო გარკვეული სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ეს არის ის კომუნიკაცია, რომელიც არის კონფიდენციალური, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუდმივ რეჟიმში ეს კონსულტაციები გრძელდება. შინაარსზე არ გეკითხებით, უბრალოდ აი ქვეყნები რო დაასახელოთ პირობითად, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ქონდათ ან თქვენ ან ძირითადად მრავალ ფორმატებში გვაქვს ამ ეტაპზე კონსულტაციები. ეს არის იგივე EUTO, ეს არის იგივე ევროკავშირი და ეს შემდეგ. გუშინ გავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილის კომუნიკაციის შესახებ მე მგონი სომხეთთან იყო კომუნიკაცია, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, კიდევ რომელ ქვეყნებთან იყო. აი თქვენ თქვით რომ ეს იყო უკვე პირისპირ კომუნიკაცია, თუ სწორად მახსოვს სატელეფონო კომუნიკაცია და შეხვედრა. აი ასეთი ტიპის კომუნიკაცია თუ იყო ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ლიდერთან, ან სატელეფონო კომუნიკაცია, ან წერილობითი კომუნიკაცია, აი ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია თუ შედგა ასე ვთქვათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. პირველ რიგში ჩვენ დავალოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა ეს მოგცემს იმის საშუალებას რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ყველამ უნდა აღიაროს EUTO-ის დასკვნა, დავალოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანას. კი ბატონო, თქვენ ბრიფინგზე ესეთ ახსენეთ საკითხი პარტიებიდან ამოღებული პიროტექნიკა თუ სწორად მახსოვს. აქვე გაგრძელების სახით ვიკითხავ, თუ სწორად ყოველ შემთხვევაში მე აქ თვალში აღარ მომხვედრია პიროტექნიკა გასაყიდად ქუჩებში გამოტანილი და ასევე გუშინ მაგალითად რესპირატორის ხიდვა გვინდოდა ჩვენ ოფისისთვის, ჩვენი პირადი გამოყენებისთვის. არც ერთ დიდ ჰიპერმარკეტში აღარ იყო არც ერთი რესპირატორი, იმის მიუხედავად რომ წინა დღეებში იყო ათეულობით და ასეულობით ცალი და ასე ვთქვათ მარაგში. ასევე არანაირი გულისხმობ ქიმიური საშუალებებისგან დაცვის საშუალებას არ იყო არც სხვადასხვა კომპანიებში, რომლებიც მანამდე ყიდნენ ამას. არსებობს თუ არა თქვენი მითითება მსგავსი პროდუქტის ამოღებაზე, თუ კი არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი და როგორ შეიძლება რომ ამ დოკუმენტთან გაგუჩნდეს ცდომა. ეს არ არის ჩემი საქმე, შეიძლება იყოს შესაბამისი უწყების საქმე და მათთან შეგიძლიათ დავსვათ ასეთი შეკითხვები, რაც შეეხება პიროტექნიკას კონკრეტულად და იგივე ეხება სხვა საშუალებებსაც. მე გუშინ ვისაუბრე უკვე იმაზე, თუ როგორ იყო გაზრდილი სტატისტიკა ნოემბრის თვეში. რა იყო 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი და შევადაროთ ზუსტად იგივე პერიოდს შარშანდელ წელს. 90%-ით იყო გაზრდილი ზუსტად პიროტექნიკის კონკრეტულად გაყიდვის მაჩვენებელი და ანალოგიური მაჩვენებელი იყო სხვა საშუალებებთან მიმართებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს ის ძალადობრივი სისტემური უხეშქმედებები, რომლებსაც ჩვენ ხედავდით რუსთაველის გამზირს. ეს არის თავარი, რაზეც თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული. მაინც დავაზუსტებ თქვენ თქვით რომ შესაბამის უწყებებს მივმართოთ, მაგრამ გამორიცხულია რომ თქვენ როგორც მთავრობის მეთაურს არ გქონდეთ ცნობა, არსებობს თუ არა რაიმე მითითება ან რჩევა, იმიტომ რომ პირობ აი თუ გინდათ ჩამოგითვლით კიდევ რამდენიმე დიდ ჰიპერმარკეტს, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება და შეუძლებელი არის რომ მარაგები არ გქონოდათ თუნდაც მე შეიძლება მე არ შემოგვს ჩვენ თქვენს განცხადებაში, მაგრამ არ ვიცი თუ ვინმე წუხს იმასთან დაკავშირებით რომ პიროტექნიკას ვეღარღებულობენ ძალადობრივი დაჯგუფებები, შეუძლიათ მიმართონ რესპირატორებს კითხეთ ამ მათ შორის რესპირატორები. კი ბატონო. გამოგრძობთ კიდევ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ასეთი. მე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესაც ვკითხე, რატომ არ აქვს ამომცნობი ნიშნები სამართალდამცავებს და თქვენც კითხეთ ადრე ამას წინათ და მითხრათ რომ კანონი არ გავალდებულებს რომ შესაბამისი ამომცნობი ნიშნები გქონდეს. აი თუ კი ამ საპოლიციო ძალებთან ახლოს აღმოჩნდება ადამიანები, ჟურნალისტები ხშირად მუშაობთ ხოლმე, მაგალითად გუშინ დროას ოფისთან ვიყავით, ეს ადამიანები იმის მიხედვით რომ დაფარული სახეები აქვთ, ყველა იცნობს ერთმანეთს. აი თუ იდენტიფიცირების გზები რო აგიხსნათ, როგორ ხდება იდენტიფიცირება სამართალდამცავების, რომლებიც კი ბატონო და განვაგრძობ კითხვას. ერთია რომ კანონი არ გავალდებულებთ რაღაც შესრულებას, მაგალითად იდენტიფიცირების საშუალების დატანას ფორმაზე, მაგრამ მეორე არის მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს არაერთი ბრძანება გამოცემული, რომლითაც აზუსტებს უკვე კანონით მოცემულ მოცემულობას. აი რატომ არ ცდილობთ, რომ ამ ხრივ გავუმარტივოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმე? თავისთავად ამ ფაშისტურმა სიებმა
დაადასტურა ის, რომ შეიძლება არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამ მომცნობი ნიშნების დატანა შესაბამის ფორმებზე. ასევე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების დარება, როგორც არის სახის დამალვის საშუალება. რამდენიმე თვის წინ ასე შემდეგ. კი, ანუ არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ეს ყველაფერი აკრძალული. დღეს გამოჩნდა რა ამ დღეების განმავლობაში, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ მიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებების წევრებს, ანუ ნაცებს, მოძალადე ნაცებს, რომ მათ ჰქონდათ მსაუბრობა ძალადობისთვის. ჩვენ ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე ნაცები, რომლებიც მიდიან მიტინგებზე. კი ბატონო, ორი პატარა კითხვაც მაქვს, თქვენ ახსენეთ ლარის კურსი და მინდა რომ ამ საკითხს შევეხო. ეს არის ერთი საკითხი, რაც არ ჩანს უფრო სწორად, რომ ეროვნულ ბანკს არ გაუხდია ლარი, დოლარი უფრო სწორად და კურსზე შეიძლება ამას არ მოეხდინა გავლენა, მაგრამ მეორე მექანიზმი არის, რასაც ხედავთ ხოლმე ერთი თვის დაგვიანებით. თქვენ გაქვთ ამაზეც ინფორმაცია, რომ ანუ ლარის კურსის დავასტაბილურება დღეს და გუშინ დაიწყო ასე ვთქვათ აქციების გამო, როცა არ ხდებოდა ძალადობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ ეს არის ეროვნული ბანკის ჩარევის შედეგი. თქვენ გაქვთ თუ არა, გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ამ საკითხზე ნათია თურნავას? პირველ რიგში ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. ერთი ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებს იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის მონებრივია საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე. ეს ერთი ფაქტორი და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას, ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის. და მეორე, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკური ვითარება. კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი ნაცმოძრაობა ცდილობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს ცდილობა ჩავარდებოდა ხოლმე, მაშინ კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. ახლა გაკიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარი, აი ამ დღეებში რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი. ანუ არ გაუხდია, ხო სწორად არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა. კი ბატონო, და ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, მე წინაზეც კითხეთ, წინა შემთხვევაში 78 მოხდან დაკავშირებით და უბრალოდ აღარ იყო საშუალება კიდევ ერთხელ დამეზუსტებინა. 78 მუხლის კონტექსტში გასაჩივრებული არის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით გამჩნდა კითხვა, უბრალოდ არ მომეცა შესაძლებლობა. ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც წინააღმდეგი იყო კანონის განსახილვად მიღებაში, გულისხმობ მოსამართლე ევა გოცირიძეს, ამბობს, რომ საერთოდ 78 მუხლის დარღვევა არ დარღვევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივას სცილდება. იმიტომ რომ თუ კი დადგება საკითხი, რომ 78 მუხლი უნდა შევამოწმოთ, მაშინ რა ქონდეს კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი შესრულდა თუ არა. და მივყვეთ ასე მოხდა. აი მაგალითად იყო, რომ რაღაც ხდომის დანიშნვა და ასე შემდეგ. მაგალითები ქონა მოყვანილი, რატო შეიძლება განიხილოს და რატომ არ შეიძლება რომ განიხილოს. აი თქვენ როგორ ხედავთ 78 მუხლის დარღვევის საკითხი შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ზოგადად და ამ კანონის მიმართებით? მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის შესაძლებელი და მე ამასთან დაკავშირებით ჩემს სახელმწიფოშიც მიწერია. კონკრეტულ შემთხვევებში არის რა თქმა უნდა შესაძლებელი, რომ კონკრეტული ხელშესახების შედეგი გამოიღოს შესაბამისმა გარემოებამ. ეს შემიძლია დაგედასტუროთ. და აი ამ კანონის შემთხვევაში შესაძლებელი არის, ხო, როგორც თქვით თქვენ? არა, ამ კანონს რაც შეეხება, აქ არავითარი საფუძველი არ არსებობდა გასაჩივრების. თქვენ იცით რა მხელა სიყალბე ვრცელდებოდა მაშინ ამ კანონთან დაკავშირებით, ხო? სრულიად სამარცხვინო დეზინფორმაციული კამპანია. თქვენ იცით ერთ-ერთ რამეს ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გამტკიცებას. ეს ხო ერთადერთი მიზანი. დღეს რომ ძლიერად ვიყარ სცადებს უცხოური დაფინანსებით ქვეყანაში ნაცმაედნის მოწყობა, ეს არის მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ კანონის დამსახურება, რომელმაც იმუშავა ჯერ კიდევ ამოქმედებამდეც. ანუ თქვენ იცით, რომ პრაქტიკულად კანონი ჯერ სრულფასოვნად ამოქმედებულიც არ არის და კანონის ამოქმედების გარეშეც რეალურად ეს ნორმები მუშაობს და დღეს რომ მარტივად ჩავარდა ნაცმაედანი არის მათ შორის სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამსახურება. მაშინ გამოდიოდა არაერთი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ჩინოვნიკი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს იყო უკან დახევა ევროინტეგრაციის კუთხით. ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო განცხადებები, ეს იყო საუკუნის აფიორა
რომელსაც არავითარი საფუძველი არ ქონდა, აქედან გამომდინარე 78 მუხლის ჭრილში გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაჩივრება უბრალოდ არის სამარცხვინო და მეტი არაფერი, არც ერთი იურისტი არ შეიძლება ამტკიცებდეს იმას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება 78 მუხლს. გამჭვირვალობა არის მთავარი ევროპული პრინციპი. Բոլոր შემთხვევაში 1959 წლიდან 2008 წლამდე ეს პრინციპი ეჭქვეშ არავის დაუყენებია, გასაგებია რომ 2008 წლის შემდეგ არის გარკვეული კრიზისი, მათ შორის დემოკრატიული კრიზისი ევროკავშირის მასშტაბით, მაგრამ ასეთ რამეს მე ნამდვილად არ ველოდი, რომ ვიღაც იტყოდა გამჭვირვალობის შესახებ, აუქს იტყოდა იმას, რომ გამჭვირვალობა არის არათუ არა ევროპული, არამედ უკან დახევა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს უბრალოდ სამარცხვინოა.